სვანეთში მესტის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. ფესტივალის მეოთხე დღე მთის თემატიკის ორ საკონკურსო ფილმს ეთმობა. პროგრამაშია ფრანგი და თურქი რეჟისორების სრულმეტრაჟიანი ნამუშევრებიც. ჯამში ამ საკონკურსო სექციაში 6 ფილმია წარმოდგენილი. მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში კი 18 ფილმი აჩვენეს. დღევანდელი ჩვენებებით საკონკურსო ფილმების ჩვენება იხურება. გამარჯვებულებს კი საერთაშორისო ჟიური ხვალ დასკვნით ღონისძიებაზე გამოავლეს. თათია კუჭუხიძე მესტეიდან. მესტის მთის და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ფაქტობრივად დასრულდა, რადგან დღეს მაყურებელმა საკონკურსო სექციის მთის ფილმების თემატიკაზე შექმნილი საკონკურსო სექციის ბოლო 2 ფილმი ნახა. აქამდე კი მაყურებელს საშუალება ჰქონდა, რომ ამ სექციაში კიდევ 4 ფილმი, ანუ ჯამში 6 ფილმი ენახა და ახლა მთელი ყურადღება არის მიმართული საერთაშორისო ჟიურისკენ, რომელმაც ორ საკონკურსო სექციაში მოკლემეტრაჟიანი ფილმების და მთის თემატიკაზე შექმნილი ფილმების საკონკურსო სექციაში საკუთარი ფავორიტები უნდა დაასახელოს. ამ გადაწყვეტილებას ისინი ხვალ სწორედ დასკვნით ღონისძიებაზე გამოაცხადებენ. წელს ფესტივალი 5 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა და ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი არის მარკები, რომელიც ახლა ჩემს უკან ჩანს კადრში. ეს ფესტივალმა იმ ადამიანების პატივსაცემად გამოუშვა, რომელთაც ქართული ალპინიზმის ისტორიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი უჭირავთ. რაც შეეხება ფილმების ჩვენებებს, დარჩენილია მხოლოდ 1 ფილმის არასაკონკურსო სექციაში რუსუდან გლურჯიძის ანტიკვარიატის ჩვენება და სწორედ ეს ფილმი დახურავს ხვალ ფესტივალის ჩვენებების პროგრამას. აი დასრულდა ჩვენი საკონკურსო ჩვენებები. ახლახანს ვორჩით უკვე მთის თემატიკის სრულმეტრაჟიანი ფილმის ბოლო ფილმის ჩვენებას და ჟიური შეიკრიბა გადაწყვეტილების მისაღებად. აი ჩვენს უკან არის საფოსტო მარკები, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ფოსტასთან ერთად გამოვეცით. ეს მარკები მიეძღვნა 4 ალპინის, ალექსანდრა ჯაფარიძეს, მიხელ ხერგიანს, გურამ თიკანაძეს და რა თქმა უნდა აჩიკო ბადრიაშვილს, რომლის დაბადებისდღე და წლისთავი ზუსტად ჩვენს ფესტივალს ემთხვევა. ესეც სევდიანი ამბავია, მაგრამ ჩვენი მიწვლა და ჩვენი მადლობა მოვიფიქრეთ აი ამ ფორმით, რომ აი ამ საოცარ ადამიანებს, არა მარტო საოცარ სპორტსმენებს, საოცარ ადამიანებს ამ ფორმით მივაგეთ პატივი. ქართულ ფესტივალზე მით უმეტეს აქ ძალიან მაგარ ფესტივალზე ძალიან მინდოდა მოხვედრა პირველ რიგში და რომ მოხდი ძალიან გამიხარდა. რომ ვიცი რანაირი ადამიანები მუშაობენ აქ, როგორი გემოვნება აქვს და ეგ უკვე ჩემთვის დიდი мотиваცია იყო. პირველი ფილმია და რადგან აქ მოხდი და ასეთ ადამიანებს, ასეთ კომპეტენტურ ადამიანებს და გემოვნებიან ადამიანებს მოეწონათ და დაინტერესოთ, აი ძალიან დიდი мотиваცია იყო ჩემთვის, რა უკვე რაღაცა დონეზე ვიგრძენე, რომ რაღაც ალბათ სწორად გავაკეთეთ ხო. როგორც უკვე გითხარით, ჟიურის ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები, მან 2 სექციაში უნდა გამოავლინოს საკუთარი ფავორიტი და აქვე გეტყვით იმასაც, რომ საკუთარ ფავორიტს სპეციალურ პრიზს გადასცემს საქართველოს პირველი არხიც.